ტორპედომ ვერ მოიპოვა, პრინციპში ბოლო ორ თამაში მხოლოდ 2 ქულა იყო. აქ კარგი შეტევა გამოსდის. გაგრას შეიძლება გოლის გატანა დარტყმაც ვიხილეთ, დავით მუნჯირი ასრულებდა და საბოლოოდ პუნქტი წდება. უნდელს მუნჯირმა მარჯვენა ფლანგზეც იყო ვარიანტი, რა თქმა უნდა, ამ შეტევის გაგრძელებისა და თავის თავზე აიღო მუნჯირმა ეს ეპიზოდი, მას 2 გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში უკვე და არის უშუალოდ გაგრას აქტუალური გახდება მაშინ, მით უმეტეს, როდესაც უერდი მარა აკეთებს ასეთ წავე გადაცემას და მშვენიერი კომბინაციის დასასრული არის დმიტრი მანდრიჩენკოს მიერ გატანილი გოლი, არაჩვეულებრივ კომბინაციას სწორედ მოლდოველმა ფორვარდმა დაუშვა ბოლო აკორდი. არა აკეთებს აქ არაჩვეულებრივ გადაცემას, იყო თუ არა აქ თამაშგარე წულუკიძემ გააკეთა ბოლოს საგოლე გადაცემა და აღარ გასჭიროებია დმიტრი მანდრიჩენკოს გატანა, მაგრამ ერთი შეხედვით გამიჭირდება იმის თქმა, იყო თუ არა აქ თამაშგარე, რა თქმა უნდა, ვიდეომ საჯები ნახავენ ეპიზოდს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. უერდი მარას კლასი და ეს მშვენიერი ბოლოს წინა პრეასისტი რომ იტყვიან, არც ერთი წამით არ კნინდება, იქნება თუ არა აქ თამაშგარე მდგომარეობა და ჩაითვლება თუ არა ეს გოლი. უერდი მარას როლი ამ გოლის გატანაში, რა თქმა უნდა, უდიდესია. მე კიტკიტაძემაც დროული პასით მოამარაგა მანდრიჩენკო. გადად გულშემატკივრის როლზე არაერთ რეპორტაჟში საუბრობთ, მანამდე ეს ეპიზოდი ვნახოთ. კარგი მცდელობა და კერძოდ კლაუდინეი ბრაზილიელი ფეხბურთელი იყო და მეოთხე წუთია და ვანდერსონი პირდაპირ კარისკენ გზავნის ბურთს და გადარჩა ამ შემთხვევაში კუთხეში უშვებდა ბურთს და არ იყო გამორიცხული რომ აქ გოლი გასულიყო მცირე გამართლების შემთხვევაში. ასე რომ ეს იყო ყველაზე მწვავებში აუცილებლად ვიხილავთ მოედანზე. აქ ქმნიან მომენტს გააგრელები და რა ახლოს იყო გოლის გატანასთან ანდრე ანდრეიჩუკი, მას შეეძლო მესამე გოლი გაეტანა. განმეორებით ეს ეპიზოდი მიუხედავად იმისა, რომ სამი მცველი იყო მის სიახლოვეს, გარკვეული მანძილი იყო მცველებსა და ანდრეიჩუკს შორის და ეს მცირე რადიუსი, ასე ვთქვათ, მან გამოიყენა იმისთვის, რომ ეს დარტყმა მოემზადებინა. ფეიქრიშვილის არაჩვეულებრივი გადაცემა, კიდევ ერთი ძალიან ნიჭიერი ფეხდაც მზადებულად შეხვდნენ ევრო ტურნირებს. აქ მუნჯირი ამწვავებს თამაშს, თუმცა სახმარობ თამაშს თამაშს იყო მე მგონი თამაშგარე, რომაც გასულიყო გოლი, მე მგონი არ წესთვის ბოლომდე რევაჩიტეიშვილი მას აპოზიციიდან ამ სეზონში უკვე არაჩვეულებრივი სილამაზის გოლი აქვს გატანილი დინამო თბილისის კარში გვახსოვს ის გოლი, რა თქმა უნდა, და აქ დარტყმა, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე ბათუმელებმა ვერ აქციეს გოლად. დაუშვა ბოლოსკენ შედარებით გამოასწორა, მაგრამ აი წინა შეხვედრაში მხოლოდ მეორე ტაიმში შეუტია პრინციპში და მეორე ტაიმში შექმნა მომენტები მატჩის სტუმარმა გუნდმა. გორობეი თამაშობს კარგად, აკვეხელიანის დარტყმის შემდეგ გაგრასთვის იყო წინა შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც რამდენიმე მატჩი წაგებული ჰქონდა გაგრას. წინა შეხვედრაში ალბათ ყველაზე მეტად გაუჭირდა წყალტუბოში. ძალიან კარგი შანსი სხვაობის 2 ბურთამდე გაზრდისა. გარკვეული დერეფანი გაჩნდა უერდი მარას აი ამ მცდელობის დროს, როდესაც იგი სიღრმისკენ შედიოდა და ეს მცირე დერეფანი მან კინაღამ გამოიყენა გოლის გასატანად. ეს კი მანამდე კიტკიტაძის მშვენიერი მოქმედება ფლანგიდან ძალიან სწრაფი ამოღესენება კიტკიტაძე და საკმაოდ კარგი უპირატესობა. ცინცაძის დარტყმა, მეორე მცდელობა უკვე ზედიზედ რამდენიმე წუთიან მონაკვეთში სადღაც ოსკენ მოუწოდებდა თანაგუნდელს. თლადა მარტივად შეიძლება არ მისცეს დარტყმის საშუალება ცინცაძეს, მაგრამ დაახლოებით ასეთ ბოლოდინი როგორ შეიძლება იყოს, ამაზე შეგვიძლია, რა თქმა უნდა, საუბარი. ზოიძია საჯარიმოში დაარტყა. აი აქ შეეძლოთ მას მიზლებს და კერძო ცვლილებაზე შემოსულ საბა ზოიძეს. ავიდანვე, როდესაც იგი გამოჩნდა გაგრას შემადგენლობაში, ამის თქმა ჩაწოდება საჯარიმოში გამოიტანეს მას მიზლებმა. ჩიტეიშვილი აბრუნებს მწვავე ზონაში, კირკიტაძე და აქ მე მგონი ყველაფერი უკვე დასრულდა. არაჩვეულებრივად გათამაშებული კომბინაცია და საბოლოოდ აქ მე მგონი ისევ დმიტრი მანდრიჩენკო ხდება გატანილი გოლის ავტორი და გოლი დაუგროვდა. კიდევ ერთხელ განმეორებით ბათუმელებმა ბოლო წუთში პრინციპში გარკვეულწილად გარისკეს, სიმთხილე გვერდზე გადაწიეს და მეორე სიმშვიდის და ალბათ შესაძლოა გადაწყვეტი გოლის გატანაზეც იზრუნეს და კირკიტაძის არაჩვეულებრივი გადაცემა გახედა კირკიტაძემ მთავარი მსაჯის ასისტენტს
გვერდით საჭს იმის დასადასტურებლად რომ აქ არანაირი თამაშგარი არ იყო და ჩვენ უფრო დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ ამ კადრების განმეორებით ხილისას რომ თამაშგარი არ იყო და დმიტრი მადრიჩენკო ხდება გატანილი გოლის ავტორი, ხოლო თორნიკე კირკიტაძე კიდევ ერთი საგოლე გადაცემის უკვე მეოთხე საგოლე პასის ავტორი ამ შექმნა, ან უფრო მეტად მოაწოდა თუნდაც კუთხური, მათ შორის ეს მეშვიდეა მასმიძელთა შესრულებით და კინაღამ საგოლე აღმოჩნდა საბოლოოდ. ში გარდა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტისა, ბათუმელებს არ აქვთ პირადესობა, ხო ჭავჭანიძე ასრულებდა დარტყმას და ვანდერს წუთის უკან თუმცა კუპატაძე მითამაშა იქ კარგად, აქაც კარგად ითამაშა კუპატაძე. დაიზღვია თავი და იხსნა თავისი გუნდი. მე მგონი მიდიოდა, ხო, მე მგონი მიდიოდა, იმიტომ რომ აი აქედან კარგად გამოჩნდება. ხო. კუპატაძემ კიდევ ერთხელ იხსნა თავისი გუნდი, ცინცაძე აწვდიდა. ანდრეიჩუკი გავიდა ეს პასი მუჯირი შედის აჯარიმოში. არის სივრცე შეიძლება გატანა დარტყმა. ლაზარე კუპატაძე რომელიც ამ ეპიზოდში ხდება დავით მუჯირი ანგარიში სხვაობის შემცირებასთან. კიდევ ერთხელ განმეორებით მარჯვენა ფეხით ტერფის გარე ნაწილით სადა გოლის გატანა და ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა თავი. მადრიჩენკოზე ვთქვით და ალბათ ლაზარე კუპატაძეც დაკვნახოთ ეს ეპიზოდი და გაგრელები ახერხებენ ერთი ბურთის გაქვითვას. ამ შემთხვევაში გატანილი გოლის ავტორი ხდება ზურაბ ჭავჭანიძე. მადრიჩენკოზე ვთქვით და ალბათ ლაზარე კუპატაძეც დაკვნახოთ ეს ეპიზოდი და გაგრელები ახერხებენ ერთი ბურთის გაქვითვას. ამ შემთხვევაში გატანილი გოლის ავტორი ხდება ზურაბ ჭავჭანიძე. მისი პირველი გოლია ამ სეზონში, როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე წუთის უკანაც ახლოს იყო გაგრას ცენტრალური მცველი გოლის გატანასთან. გაგრა დაბრუნდა თამაშში 25 წლის ცენტრალურმა მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ მოახერხა ამ ბურთის გაქვითვა. აქ უკვე ვეღარ გადაარჩენა კუპატაძე თავის გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ურთულესი ბურთები მოიგერია. ესეც ის სერია, რაზეც ვსაუბრობდი, 7 თამაში იყო ისეთი ამ გუნდებისა ბოლოს 7 მატჩი, რომელშიც ორივე გუნდს გაქონდა გოლები და ამ შეხვედრაშიც ეს ტენდენცია შეინარჩუნეს. ნახოთ საბოლოო დასასრული როგორი აღმოჩნდება ამ შეხვედრისა. ამ შემთხვევაში გოგა ფიფია აწვდიდა თავით გოლის გატანა. სარკისებრი შეტევა იყო წინა მომენტში მარცხენა ფლანგიდან ასრულებდნენ ეპიზოდს და დაასრულეს კიდეც გოლით გაგრელები. ჭავჭანიძემ გაიტანა ზოიძის გადაცემით და აქ უკვე ფიფიას გადაცემით ანდრეიჩუკი იყო გოლის გატანასთან ახლოს. მოძრაობა შეიწია სიღრმისკენ ვანდერსონ სილვა აწვდის ბურთს აჯარიმოში დარტყმა. რა სილამაზის ეპიზოდი იყო თუ ბათუმის დინამომ ეს შეხვედრა მოიგო. ლაზარე კუპატაძე ცალსახად შეგვიძლია მივიჩნიოთ ამ მატჩში ერთ-ერთ უმთავრეს გმირად და ტურის სიმბოლურში მადრიჩენკო ათეცინცაძის გამორბენი დარტყმა ბურთი ცდება ბათუმელთა კარს და ეს უკვე საფინალო სასტვენის ხმა. გახლავთ დმიტრი მადრიჩენკოს დუბლით ბათუმელებმა ეს შეხვედრა მოიგეს.